Sarke, vine ari ყველაზე ლიამაზი, კაროჩე. Gabriel. What's wrong with you, my friend? აბარა. რაღაცა ხდება შენს თავს, და რასაც არ ამბობ და შენ გონი ამე ვერ ვამჩნევ. გაბზანდა, მე ყველაფერს ვამჩნევ, ჩემო ძმაკაცინებო. საცხობში არა გაქვს საქმე? მაშინ? საცხობში. არა. არაფერი არ გინდოდა, მართლა კი აგეიაზო. აი მინდა. რატო? არა. გამოგიყიდი რამეს მაქვს და ქვეყნის ხურდა მაგ. რა გაქვს საჭმელი? არაფერი. გა საჭმელი არის ჩემი საჭმელი. შენი ცი ლანჩბოქსი რა მაგარი გოიმობა ყოფილა თურმე ბიჭო? რატო? არ ვიცი, ეთი რაღაცნაირი ტენდენციური გოგოა და ლანჩბოქსიო ბიჭო, ჩანთით საჭმლის ტარებაო. It's not for me. და მე დაუწერე რაზომა კალოშებს ხმარობ მეთქი, რა. ანუ პასუხ, აქედან ტალახია სწავლით. კალოში ხო იცი რა არის? კი, კალოშკა. ანუ კალოში კი არ აკნინებს ადამიანს. ფეხსაცმელია სურეზინის არის, სოფელში რომ გადავალ მე საცხოვრებლად, კალოშები და ვალინკები დამჭირდება. ანუ რომ სოფელში რომ იმითიარო რა, სუფთად როიარო. სახში რო შეხვალ, გაიხდი და ისო გაითხრება უბრალოდ თონკან შეუშვა და წყალი ეგრევე ეცხავს. ანუ კალოშს ამბობენ ხოლმე, კალოში ასოცირდება ძველი დროიდან რა, ჩემი ბავშვობიდან. როცა ადამიანს გოიმზე უფრო ცუდი რამე გინდა უთხრა, აი ხეპრე გაუნათლებელი ძირგავარნილი ბათინკი ჩექმა, აი ესეთი კალოშს რო ეუნები, უფრო მეტად აღმატებულად ის არის რა. უფრო გემრიელად დასცენი ხარ და რაზომა კალოშებს ხმარობ 3D პრინტერზე, 3D პრინტერზე დავაბეჭედინოთ მეთქი და არ მომწერა რა. იგე თურმე ლანჩბოქსი გოიმობა ბჭო. ის უფრო არა გოიმობა როდ გახარი მაშინ. ავტობუსში და კუჭის ჭრიალი რო ყველას აწუხებს. აი ეგეთ ტენდენციური ყანები არიან ჩამოსახლებული დღეს თბილისში და გონია თუ გარი გაიმინა ჭინჭასული პრადუნეტი ქალები არიან. ბანძენცელო ხარ თუ ნახამ ამ ვიდეოს ქალბატონი. ბანძი. და მაინც არ უპასუხე რაზომა კალოშებს ხმარობ რო ჩემზე მაგაც 3D პრინტერზე დავაბეჭედინო. Yeah. და მობრძანდება მისტერ გაბრიელი, იგი საყურველი, რა უცუყი? არაფერი. ცუყი. შენი აზრი მაინტერესებს სუფთა ჰიგიენური. ისმენ. სკოლის ეზო უნდა იყოს თუ არა განათებული? აბსოლუტურად კი, უნდა იყოს. ანუ დისკომფორტი გააქვს ბავშვებს რო გამოდიხარ და სკოლა გაუნათებელია? ვერ ხედავ ჩვენ მშობლებს კარგად. ხო არა. აი შენ ხარ შოკი ქონდა, ვიცი. აქ გახარ ყოველთვის და იმიტომ მოვიდია. კარგი, პირველი. არა, ეხლა მეორე თემა. სნიკერსები თუ პროსპექტზე დონატები? სნიკერ. აუ, ძალიან კითხვა. სნიკერსები. დონატის კამჭამა არ გინდა ბიჭო გეზაროცულობა? მართლა? ეხლა უნდა წამოყვანო? ხო. მაშინ კი, დონატები. გაუთ. და გამოჩნდა მისტერ გაბრიელის საყვარელი დანკინ დონანცულა, აქედან არა, აქედან გიჩვენდი. ბიჭო, აი რატო ელემენტარულ რაღაცებს რატო ვერ ხვდებით? იქ როა შეეყოვე ხო? სრიქიდან მიდოდა. ოდა ხა აქედან შევიდეთ. დანკინ დონანცულა. დედას გეცები? წესით გეკუთვნის ციყვი. უფასო ყובה წელიწადში ერთხელ მაინც რასაც ჩვენ ამას რეკლამას უგეთებთ, თუმცა სარეკლამოდ არ მოვდივართ. გაბრიელს აუკიდე მოტანის პასუხისმგებლობა ნახტავეთი როგორ მოიტანს. მოტანაში რა იგულისხმება მიყოდეთ ხო? ანუ სუფრის გაშენა. ელის. ხო. და შენ შეძელი მისტერ გაბრიელი. ჩემი დახმარების გარეშე სუფრა გაშალე ბიჭო. დიახ. ეხლა ვიცი რა არის აქანა. ეს შენია. ეს ჩემია. 2 წელიწადია შენია. 2 წელიწადია ჩემია. შენ რა ირიდა? მე ვიყიდე მაისი. მაისენცულა. ხუთმის. და სალფეტკის პონტი არ გვაქვს იმო? გამხსენი რა. საერთოდ მეც ვიზავდი. ეგა დუბანი.
Right, oh. Let's go. Good. მოკლედ კარგად გავსკრით, გავიბუყნეთ და Stranger Things ვუყურებთ. ორივე. დიახ. რასუც მე გავგისწორდება ახლა. ბიჭო, რაღაცა შენი ზაფხული ხო ვიდიეტე. ეხლა სულ ჭამას მისკენ ვარ გაგიჟებული. ზაფხულში ადვილია დიეტობა, ჭამა ესედაც არ გინდა და ზამთარში თუ გინდა რაღაც ჭამა. Pringles-ი. ჰა? Pringles-ი. და Pringles. ის. აუ, ჩიპსი. ჩიპსი ძალიან გერია. მოგეწონება. Pringles? Yes. აი ჭამა. აზია რო არის Pringles. ძალიან ძვირი ის არის. $1 ტრილიარდი. ამალგონია. ზედა ბურთულები არ წავა? ბურთუ დარძელები? არა. Okay. Are you satisfied? Yes. ძალიან მომწონდა დონატები. ლევანდელი დღის მოკლე, ვა, რა სისმინეა, ბიჭო, იშვიათად არის ხომ ესეთ სიჩუმე ამ ქუჩაზე. სისმინე? სისმინე არო სიჩუმე. აგეთ. რა აზრის ხართ აი ამ კორპუსში ცხოვრებაზე? ვიცხოვრებ ძალიან კაი კორპუსია, უბრალოდ არ არის სიცხნე. გავყიდოთ ჩვენი ბინა და გადმოვიდეთ. არა. ჩემი ბინა ჯობია. როგორც ამბობენ, ამ კორპუსს ექნება თავის საკუთარი აუზი. მაშინ კი. აუზი კიდე ბიჭო, ჩემ ბინას ბიჭი. რა ყოველდღე ჩავთ და მაგრამ გავერთოთ. და ზამთარში ჩავთ. ზამთარშიც ჩავალ, კინცულები. კრისტიანო რონალდო რო ჩადის ზამთარში. -10 გრადუსი იმაში წყალში. რონალდო? რონალდო. I don't believe. მაგრამ ჩემი თვალენცულებით არ ნახავ არ დავიჯერე. მის შვილმა გადაუღო. აი ხა ძალიან მისტიური ადგილი და მედაც იყო გაჩვენა. ეხლა გაჩვენებთ, როგორ უნდა აღმოჩნდე, აი, აქედან მიწის ქვეშ, აი, ამ ყველაფრის ქვემოთ. წავიდეთ. მისტერ გაბრიელს იმედია არ შეეშვინდება. მე არ შემეშინდება, მე მისიმიშით მატრებელი გაწევდა. მატრებელი თუ წამოვა. ჩვენ ვიცით უსაფრთხოების ნორმები. რა იქითაც ისა. დასამალავი. დიახენცული. მინდა გითხრათ რომ ჰეი თქვენ პროსპექტზე ცხოვრობნო. ოპა, გაბრიელი გორაობით მომდევს. არიცით ამ ადგილის შესახებ უმეტესობა თქვენგან სულობისამ და მაგარია. ჩვენ ზემოთ ეხა პირდაპირ ათობით და ასობით ტონა ტრანსპორტი მოძრაობს მეგობრებო. სუნიშთან ბეჭდავენ სულა. ჩვენ შეგვიძლია მივადგეთ აქ მდინარეს. და მაშინ როდესაც ზამთარი იყო და სიცივე იყო, ჩვენ აქ მოვდიოდით ხოლმე და უბრალოდ აქ ვიყავით. მოკლედ აქ კუკენცოების ადგილია მეგობრებო, მაგრამ სინამდვილეში ეს ადგილი არის რომ თუ მატარებელი გამოივლის შეხვიდე და თავი შეაფარო, ანუ ის რაც გაბრიელმა თქვა აწერ. ჩვენ აქ გვაქვს ჩვენი საკუთარი მდინარეც, რომლის საჭირო ხა ბოლომდე გავიდა. რატო? საშიშია მე რა ვიცი. რომლის ასევე არსებობის შესახებაც როგორი ნისლია, თუ კვამლია, თუ რა. ძალიან ცოტა მოსკოვის პროსპექტის ცხოვრებლებმა იციან. გამატარეთ. ჰა? ვაუ, ბიჭონს. ბიჭები რა ხარია? ახლა როგორი ნისლია ეს? მაგარია. მე ოთხი ხარია ისე მოდი. გაუ. ხილანცულად. აქ ბავშვი ჩავარდა ერთხელ, აი აქ ბავშვი ჩავარდა. და აი ამან გაიყოლა და დაიკარგა და ვერ იპოვეს საწყალი. ასე რომ ძალიან საშიშია. საწავდი. დაწავიდა და ვარში. კი, ნაღდი ამბავია, არ ვიგონი.
მოკლედ აი ესე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ მეორე მხარეს. ის ვინც ჩემსავით. ცოტა ესეთი გიჟური ადგილების მაძიებლები ხართ. დიდი არაფერი, მაგრამ მატარებელიც მოდის. შეგიძლიათ გაერთოთ მსგავსი ქვეშ გაძრომა გამოძრომოთ. ორი წამის ავით ახლა აკეთოთ. აი იქიდან ჩავოდით, აი. მოვიდით აქ. დავით. მატრებელი მოდის? როგორ? მატრებელი მოდის? აუც. ნორი გადაგახედებთ ახლა. საიდან ამოვიდით? აქანა ვიყავით წეხ. ჩავედით იქ. გავიარეთ ეს ყველაფერი და ამოვიდით აქ. და ვიპოვნე ეს. ბარო ბიჭი. გამარჯო. რატო დადიხარ მარტო? მამა არა, ყავში მამა ძახ. როგორ ვიჯო? მამანცულები არ ყავში მამა ძაღლენ ცულო მეთქი? კი, ყავს შეხა. ყველაზე კაი მამა და დამიწეს. Oh yeah. მოკლედ საგზალი მოაგროვეთ, აბა რა გქონა ძმა. ბიჭო მაგარი. იგი ამათ ზე. ზეო ბუთულებიო, ეგეთი ბუთულები ჩემია ძმა. და ეს ეს უნდა დავკლათ და ამის წვადება უნდა გავუკეთოთ კაფონწვარი არა? დიახ, კაი, ძალიან. დღევანდელი დღე დასასრული, კარგად. ნახოთ ის. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.